პრემიერ-მინისტრი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც გაეცნო. აღინიშნა, რომ მგზავრთნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით მიმდინარე წელს იგეგმება მგზავრთა დახვედრის ზონის და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში კომპანია ტავ-ჯორჯიამ ბოლო 1 წლის განმავლობაში 25 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ბოლო 1 წლის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენ განვახორციელეთ 25 მილიონი ლარის ინვესტიცია. მოვაწესრიგეთ არსებული ინფრასტრუქტურა. მოგეხსენებათ, რომ წელს ბათუმის აეროპორტში გვაქვს 35%-იანი მატება და შესაბამისად ეს მოითხოვს დამატებით ინფრასტრუქტურას. ჩვენ წელს ველოდებით ისტორიულ მაქსიმუმს მგზავრთნაკადის თვალსაზრისით. შესაბამისად 1.200.000-ზე არის ჩვენი პროგნოზი გაკეთებული. რო შევადაროთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 8 თვეს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 32%-იანი მატება გვაქვს. რეისების კუთხით კი 35%-იანი მატება.